ქალაქ ბრნოში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქია, უსახლკაროებს ბინასა და პერსონალურ მფარველობას თავაზობენ. 11 წელი ვიცხოვრობ ქუჩაში, ძალიან წარეთ მახსოვს ეს დრო. ცოლმა გაშორების შემდეგ ბინიდან გამომაგდო და ქუჩაში აღმოუჩნდი. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პოვნა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ ხელს ევროპაში. ჩეხეთის რესპუბლიკაში სოციალური საცხოვრისის ინიციატივა მოსახლეობას ცხოვრების თავიდან დაწყების შანსს აძლევს, რადგან უსახლკაროებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. 59 წლის მიროსლავმა 10 წელზე მეტი იცხოვრა ქუჩაში. უმუშევრობა, სიღარიბე, ოჯახთან განშორება და შერყეული ჯანმრთელობა კიდევ უფრო ამძიმებდა მის ბრძოლას არსებობისთვის. მაგრამ სოციალური სამსახურის მუშაკებთან შეხვედრის შემდეგ მიროსლავმა ბოლოს და ბოლოს მიიღო ის, რისკენაც ასე ისწრაფოდა. საკუთარი ჭერი. საფიქრალი მაინც ბევრი მაქვს, მაგალითად როგორ გადავიხადო ბინის ქირა, როგორ დავზრგო ელექტროენერგია და ასე შემდეგ, მაგრამ კარავში ცხოვრებას და მუდმივ შიშს, რომ ისევ კარავში არ მომიწიოს ყოფნა, მაინც არ ჯობია. ახლა საკუთარი ჭერი მაქვს და ცხოვრება მშვენიერია. მიროსლავი იმ 20 შესახლებულ შორის არის, რომლებსაც პროექტი საცხოვრისი პირველი უწევს დახმარებას. ეს პროექტი ადამიანებს სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფს იმ ქალაქში, რომელშიც მოთხოვნა საცხოვრებელ ფართზე ბევრად აჭარბებს მიწოდებას. ფართის მიცემის პირობები მარტივია. გადაიხადე ქირა, იყავი წესიერი მეზობელი და ითანამშრომლე სოციალურ მუშაკებთან, რომლებიც ბენეფიციარებს ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარებიან. როდესაც ადამიანი, რომელსაც საცხოვრისი სჭირდება, ბინაში შედის, ეს მას ფეხზე დადგომის საშუალებას აძლევს. ეს სიტყვები ზუსტად ასახავს სტანისლავის ამბავს. თავშესაფარში გატარებული წლების შემდეგ იგი ახლა მეგობართან ერთად საზეარო ბინაში ცხოვრობს. აქ სიმშვიდეა, არავინ გვაწუხებს, არავინ გვძარცვავს და არავინ გვესხმის თავს. პროექტი საცხოვრისი პირველი, რომელიც 2023 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის სექტემბერში დასრულდა, 790,000 евро დაჯდა, საიდანაც 606,000 დააფინანსა ევროპულმა სოციალურმა ფონდმა პლუსმა. პროექტის კოორდინატორები ამბობენ, რომ ამ ინიციატივამ დადებითი გავლენა იქონია ბენეფიციარებზე. ახლა, როცა ეს პროექტი დასრულდა, შედეგებიც სახეზეა. ჩვენმა კლიენტებმა ძირითადად შეძლეს თავიანთი ცხოვრების დასტაბილურება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და სხვა ტიპის პრობლემების მოგვარება. Stabilního bydlení, možnost například hledat zaměstnání nebo obnovit vztahy s rodinou. 2021 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში ევროპის სოციალური ფონდი პლუსი 1,9 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებს ისეთ პროექტებში, რომლებიც ევროკავშირის მასშტაბით საცხოვრისის პრობლემას მოაგვარებენ. ბრიუსელში მცხოვრები ერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის აფინანსებს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ვერ განხორციელდება ევროპის სოციალურ ფონდ პლუსის გარეშე. პროექტი საცხოვრისი პირველი ამის მაგალითია. ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოციალურ მუშაკებს, რათა მათ შეძლონ რეალურად დაეხმარონ იმ ხალხს, რომელსაც ემსახურებიან. აუცილებელია მათი მომზადება ისეთ საკითხებში, რომელთა შორისაც არის მაგალითად ენერგეტიკული სიღარიბე. ამ მხრივ ევროპის სოციალური ფონდი პლუსი ნამდვილად ამბობს თავის სიტყვას. ის დამატებითაც ეხმარება თუ საჭიროა, რათა პროექტი ნამდვილად სრულყოფილი იყოს. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ევროკავშირის უშუალო პასუხისმგებლობაა, მაგრამ ევროკავშირის სხვადასხვა ინიციატივა, როგორებიცაა უსახლკარობასთან ბრძოლის ევროპული პლატფორმა, სიღარიბის დაძლევის სტრატეგია და ხელმისაწვდომი საცხოვრისის ევროპული გეგმა ეხმარება მათ გადაჭრან ისეთი საკითხები, როგორებიცაა უსახლკარობა და სოციალური გარიყულობა. ჩვენ ევროკავშირისგან ველოდებით, რომ ის დაეხმარება წევრ ქვეყნებს. შესაბამისი პასუხი გასცენ კრიზისებს, განსაკუთრებით ისეთი ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდების კუთხით, რომლებიც მხარს დაუჭერენ იმ ადგილობრივ პროექტებს, რომლებიც მართლაც ცდილობენ მოუგვარონ პრობლემები ევროპის მოქალაქეებს. ქალაქ ბრნოში მცხოვრები მიროსლავი კი ამბობს, რომ მისი მიზანი ახლა იმ ხალხის დახმარებაა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება სოციალურ ბინაში შესახლებას. ასე მგონია, რომ რაღაც მეც უნდა გავცე, რაღაციც უნდა დავეხმარო სხვას, სულ ესაა. სოციალური საცხოვრისით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია უსახლკაროებისა და არასტაბილური ცხოვრების წესის პრობლემის გადაჭრაში, რადგან საკუთარი ჭერი ადამიანს საშუალებას აძლევს უკეთ გაუმკლავდეს სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს.